ზუსტად ამ წუთებში იწყება მსვლელობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან. თქვენ ახლა გესმით ხმა, ყველგან პოლიცია, არსად სამართალი, რაც არის დამახასიათებელი მიმდინარე პროტესტისა და აქციისათვის, თუმცა გარდა იმ მოთხოვნებისა, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში აშყერებენ აქციის მონაწილეები, დღეს კიდევ ერთი კომპონენტი დაემატა ამ ყველაფერს. ისინი უცხადებენ სოლიდარობას თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს და აცხადებენ, რომ დღეს რაც საზოგადოებამ ნახა ამ უნივერსიტეტში არის ყველაზე დიდი უსამართლობის გამოვლინება, რადგან გამოგონილი მიზეზებით დაატერორეს სტუდენტები და აჯარიმეს ისინი, რაც არის კიდევ ერთი ღია დადასტურება იმისა, რომ ეს ხელისუფლება ყველა კანონიერი ჩარჩოდან არის გასული და საერთოდ არ აინტერესებს მოქალაქეების პროტესტი. ახლა ჩვენ მოქალაქეების პოზიციას მოვისმენთ. მოგზადეთ თუ შეიძლება რომ ხმა კარგად ისმოდეს. რომ გითხრათ თქვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ხდება საქართველოში. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში კიდევ უფრო მძიმე ხდება რეჟიმის ეს მისი უსამართლობის გამოხატვის ფორმები. დღეს სტუდენტები აღმოჩნდნენ თვითგამოცხადებული ხელისუფლების სამიზნეები. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს, როდესაც ახალგაზრდები არიან ყველაზე დიდი ზეწოლის ქვეშ? ამით რეჟიმი ფიქრობს სტუდენტები დაშალოს, პროტესტი ამით აკრძალოს სტუდენტებში და რაღაცნაირად ტერორზე, ყველანაირ ფორმის ტერორზე გადადის. აი მათი პრობლემა გახდა ახალგაზრდობა, ახალგაზრდობის ხმა. და იმას ვერ განსაზღვრავენ, რომ ახალგაზრდებს რაც მეტად არბევენ, მით მეტად გამოვალთ უფროსი თაობა. შეუძლებელია ჩვენ არ ვაპატიებთ რეჟიმს და ხელისუფლებას ახალგაზრდობის დარბევას. ეხოთ რაც ჩაიდინეს აი აქამდე. მათ უნდათ ქართველი ახალგაზრდობის განდევნა ქვეყნიდან. ამ ტერორები და დაწყებულია პროცესი, ხო? ყოველდღიურად ხედავთ, გოგოებს ვერ გადაუდგამთ და აბიჯები ტიტუშკები დასდევენ. ცემენ, გენოციდს ეწევიან ქართველი ერის ამ გზით ესენი რა. და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის ასეთი ქმედება რეჟიმისგან. კი ბატონო, დიდი მადლობა უსმენთ მოქალაქეს, რომელიც აცხადებს, რომ ეს ყველაფერი რაც დღეს ხდება საქართველოში არის ტერორის უკიდურესი გამოვლინება და ამბობს, რომ ახალგაზრდები არიან ხელშეუხებლები. ჩვენ მოვისმენთ სხვა მოქალაქეების პოზიციასაც. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ. ზუსტად ახლა ამბობდით და აჟღერებდით თქვენს პოზიციას, რომ უნდა ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. მაყურებელს კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, რამხელა ძალა და მნიშვნელობა აქვს ახლა ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ხო, ამ ჩიხური მდგომარეობიდან გვითხარით თქვენი პოზიცია? კი ბატონო, ნამდვილად. ეხლა იმ მდგომარეობაში ვართ, რა სიტუაციაც არის ზოგადად ქვეყანაში პროტესტის მხრივ და აი ეს არ არის მხოლოდ მარტო თბილისში, ანუ მთლიანად ქვეყანაში. ამის განსამუხტად ერთადერთი გზა ფაქტობრივად არის, რომ ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. იმისათვის, რომ რაღაცა მივიღოთ, რა თქმა უნდა, ეს მარტო არჩევნები ჩანიშნოს არ ეხება, რა თქმა უნდა, ყველა რეჟიმის ტყვე უნდა გათავისუფლდეს. ეს ორი მოთხოვნა, რომელსაც არ დავთმობთ არავითარ შემთხვევაში, სანამ არ შესრულდება ასე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ახლა ასეთი არის მოქალაქეების პოზიცია, რომ ახლა ერთადერთი გამოსავალი, ერთადერთი არჩევანი, რაც დარჩა ქართულ საზოგადოებას, ქართულ ხალხს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება. სიმონ ჯანაშიას ხედავ, გამარჯობა ბატონო სიმონ, პირდაპირ ეთერში ვარ და კითხვა უნდა დაგისვათ. თქვენ ახლა უკვე 100 დღეზე მეტია იკრიბებით ყოველდღე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის თქვენი მიზანი ამ ყველაფრის, მაგრამ რა თქმა უნდა, ამის მიღმა არსებობს პროტესტის მთავარი მოთხოვნები. როგორი არის თქვენი პოზიცია? კიდევ ერთხელ თქვენეული ვერსია გააცანით მაყურებელს, რატომ არის ახლა მნიშვნელოვანი ხელახალი არჩევნების ჩატარება? ქვეყანა არის კრიზისში და ამ კრიზისის განმოხტვის ერთადერთი გზა არის არჩევნების ჩატარება. ანუ ხელისუფლებას გონია, რომ კრიზისის განმოხტვის გზა არის ჩვენ უბრალოდ თავისუფლებაზე ვთქვათ უარი და ეს არ შეუძლიათ მოქალაქეებს, ხო? იმიტომ რომ თუ ჩვენ ვიტყვით თავისუფლებაზე უარს, დაგვემართება ის, რაც აი დღეს სტუდენტებს დაემართათ, ხო? როდესაც საკუთარი უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით და პოლიციის გამოყენებით განდევნეს უნივერსიტეტიდან. ანუ ეს დაემართება ყველა ინსტიტუციას. ამ თავისუფლების არარსებობის პირობებში ყველა ინსტიტუციაში დამკვიდრდება ავტორიტარული რეჟიმი და ჩვენ ეს არ შეგვიძლია უბრალოდ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო სიმონ ჯანაშიას პოზიცია. ჩვენ როგორც ხედავთ, ახლა მოქალაქეები, საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი ადამიანები მიემართებიან დედაქალაქის მთავარი გამზირისაკენ, თუმცა მანამდე ისინი გაივლიან თბილისის მთავარ სატრანსპორტო კვანძს და შემდგომ უკვე გადაინაცვლებენ რუსთაველის გამზირზე, სადაც უკვე 100 დღეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი სისტემატიურ რეჟიმში. მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ უკანონოდ
დაპატიმრებული ადამიანები, ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს იქცა ქვეყანად, სადაც კანონი არ კანონობს, თუმცა ამბობენ, რომ აუცილებლად იბრძოლებენ ბოლომდე და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა ეს რეალობა შეიცვალოს. დამატებით შეიძლება ითქვას ისიც, რომ დღეს ისინი არიან მაქსიმალურად სოლიდარულები თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების მიმართ, რადგან ყველამ ძალიან კარგად ნახა, როგორ შეიჭრნენ ახალგაზრდებთან, როგორ დააჯარიმეს ისინი 5,000 ლარით და როგორი მძიმე სიტუაცია შექმნეს სწორედ ამ ვითარებაში. აქედან გამომდინარე ისინი ამბობენ, რომ ახლა ყველას ხმა უნდა იყოს მაღალი, ყველას ხმა უნდა იყოს მკაფიო და შესაბამისად პროტესტი გრძელდება, პროტესტი არ მთავრდება და ამბობენ, რომ კიდე ძალიან დიდხანს დადგებიან ქალაქის ქუჩებში, მანამ სანამ საკუთარ მიზანს არ მიაღწევენ და ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება.